დავიწყოთ უდროთ თქვენ სავარცხებში. იქნებ თუნდაც სულ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ ყველაფერი ის, რაც აქამდე გაწუხებთ. მოდით, ეს საღამო ერთად და რაც მთავარია, შვიდად გავატაროთ. თქვენთან სტუმრად პროფილი მოვიდა და გახდით ჩვენი მასპინძელი. აი, ჩვენ კი გვყავს სტუმარი, რომელთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ ძალიან მოგენატრად. მას ასე. პირველად პროფილში ირმა სოხაძე მოვიდა. დაბრუნდეთ მაშინ წარსულში. ეს არის თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა, თუმცა ყველაფერი დაიწყო ერთი პატარა გოგონას ისტორიით და ერთი ძალიან პოპულარული ნარინჯისფერი სიმღერით. მე გეტყვით, რომ ნარინჯისფერ სიმღერამდეც ბევრი რამ იყავდა. ნარინჯისფერი სიმღერა მე დამიწერა კონსტანტინე პევზნერმა უკვე რო ვიყავი 8 წლის. და მე სცენაზე ვარ 4 წლიდან, პირველად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ ორკესტრის სოლისტი რო გავხდი, ვიყავი 4 წლის. სკამზე ვიდექი, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ესეთი მიკროფონები. წერო რო ქვია, ხო, გადასარკეცი და მაღალი იყო ძალიან, სანამ მამა ჩემი მიხვდა, რომ უნდა გადაეჭრა და მე დავდიოდი ჩვენი ჯოხით ყველა კონცერტზე. მაგრამ ერთი წელიწად ნახევარი, იცით 4 წლის ბავშვი ხელში მიკროფონს ვერ დაიჭერს, იმიტომ რომ შეიძლება გაექცეს ყურადღება და ამიტომ ვიდექი სკამზე. ვინ აღმოაჩინა პირველად, რომ პატარა ირმას სიმღერა შეეძლო და როგორ? ეს ხო კიკეტში ვიყავი 2 წლის და 20 ეზოში ვიღაცა ბავშვი მღეროდა თურმე, რა ვიცი, მე არ მახსოვს, მაგრამ იყო ესეთი სიმღერა ჩემი ბავშვობის დროინდელი. ოლალოიკი, რაღაცა შავკანიანი მე გაზეთე ბიჭის სიმღერა. სახში ქონია ჩანაწერი და დავჭექე უცებ თურმე და მამა გამოვარდა ძალიან დაინტერესა ვინ მღერის სუფთად და კარგად და აღმოჩნდი მე და ძალიან გავხარდა. არ გეზარებოდათ, ეს ხო ძალიან სერიოზული რაღაცაა. იდგეს სკამზე, მღეროდე ორკესტრის თანხლებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ამას რეპეტიცია უნდა, მუშაობა უნდა. მე მაშინ ვერ ხვდებოდი მაია, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თამაში გიგონოთ. ეს იყო ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. ვიდექი სკამზე მღეროდი და სხვათა შორის
შორის დღემდე სიამოვნებით შემიძლია ყოველ დღე კონცერტი გავმართო, არ მეზარება. Оранжевое небо, оранжевое море, оранжевая зелень, оранжевый верблюд. ნარინჯისფერი ბავშვის, ნარინჯისფერი დედა, ნარინჯისფერ სიმღერას, ნარინჯისფერ მღერის. გენდონი ხახეთ ნარინჯისფერი მზე, რომელიც მართლა მინათებს გზას და უსაზღვროდ მადლიერი ვარ ბატონი კონსტანტინე პევზნერის. აი ეს მაჩუქეს საოცარი ბავშვობა, შეფერილი, მართლა ოქროს ფრად. Chérie, chérie, réveille-toi, regarde là où le soleil vient, surtout le toit récent du salon. Le vexé de ses pensées a disparu de la tête, en son salon s'est mis un coup. Chérie, chérie, réveille-toi, regarde là où le soleil vient, surtout le toit récent du salon. თქვენზე გადაცემის გასაკეთებლად ჩამოვიდა რუსეთის ძალიან ცნობილი გადაცემის პროდიუსერი. კი, მოსკოვში მიპოვნეს რაღაც კონცერტები მქონდა და მოვიდა. აქსანა პუშკინა. კი, აქსანა პუშკინას პროდიუსერი მოვიდა ჩემთან, რომ გვინდაო ჟენსკი взгляд. რას გოგეთი? ეს არის გადაცემა, სადაც ძალიან ცნობილი ქალები ყვებიან თავიანთ პირად ცხოვრების შესახებ. ხო და მოვიდა დავთრით ამ ბევრი კითხვარი ჩამოწერილი და ну, დამთავრდა მეორევე კითხვაზე, იმიტომ რომ მკითხეს, აი პირადი რაღაც, ну, მოვყევი ბავშვობა დავამთავრე სკოლა ოქროს მედლით, მე ჩავბარე კონსერვატორიაში და კარგად ვისწავლე, წითელი დიპლომები მაქვს და ეხლაო და ოჯახიო მეთხარ ოჯახია ეს 5 წლის წინ. 25 წელია მეთხარ უკვე ოჯახია, ერთი მეუღლე მყავს და 2 ქალიშვილი და и всё მითხრეს, ну всё. და აღარ მოვიდნენ სხვადასხვა. აღარ დაინტერესდა. არა, იმიტომ რომ ძალიან უნდა პირადული რაღაცა ცოტა სკანდალი და ამიტომ უინტერესო ადამიანი ვარ. შენ ცოტა დამპატიჟე აქ ცოტა მიკვირდა. რატო ჩვენ სკანდალებზე არ ვნადირობ. მე გკითხავთ მაშინ აი ეს ოქროს გოგონა როგორ შეხვდა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელთანაც 35 წელია, ხო? 35, კი, ამზაფხულს გახდა 35. და მე მგონია რომ ეს არის უკვე იშვიათობა ჩემს სფეროში, არა? გეთანხმებით, კი, იშვიათობა. მუსიკოსებში, მსახიობებში, შოუ ბიზნესში საკმაოდ იშვიათია. ძალიან. ჩემთვისაც პირველი მეუღლე, მეც მისთვის პირველი მეუღლე, დიდი გამართლება, მე ასე კი, უნდა გაგიმართლოს და. და როგორ შევხვდით? თან თქვენ ძალიან პატარა იყავით და ძალიან პოპულარული. ძალიან პოპულარული, არც ის იყო არაპოპულარული ბიჭი, სხვათა შორის კვარტეტ თბილისში მღეროდა და მაშინ კვარტეტი თბილისი იყო ძალიან პოპულარული, აი ბიჭები იყო, მანუ ეს რაღაც გამორჩეულად კარგი იყო მართლა, იმიტომ არ ვამბობ ჩემი მეუღლე და ძალიან ბევრ გოგონას უყვარდა, მოწონდა. ნუ აი სუპერ პოპულარული ბიჭი იყო და მე ძალიან არ მომწონდა ზოგადად პოპულარული ბიჭები. რატომ? აი რა ვიცი, აი ცოტა მქონდა ეს რაღაცა როგორ თქო, არ მინდოდა ეს ცოტა ძალიან პოპულარული ბიჭი შემყვარებოდა. რაღაც თავში ქონდა ყველას ავარდნილი და თქვენ არ ქონდათ თავში ავარდნილი? მე არ მქონდა, მართლა არ მქონდა, არასდროს ჩემი არ ვიცოდი, საერთოდ რატომ მქონოდა თავში ავარდნილი და ეს მაგას გადავრჩი ძალიან. და სად შეხვდით ერთმანეთს? პოლიტექნიკური ინსტიტუტის სარეპეტიციო დარბაზში. ეს იყო მივდიოდით გერმანიაში რაღაც კონცერტი უნდა ყოფილიყო და მამაჩემი მაშინ პრორექტორი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მე ვიყავი სოლისტი ორკესტრის და ეს კვარტეტი თბილისის მოდი ჩვენთან და სცენაზე იდგა 4 შესანიშნავი ახალგაზრდა და გვერდიდან იდგა რეზო. მახსოვს რა ეცვა ის. რა ეცა? ბუკლე როკი, ხო, თეთრი და შავი ბუკლე პალტო. ეხლა მომკლავს, ამებს უყვები. მართლა ასე იყო და აი ცოტა გვერდულად იდგა და რომ დავინახე, მართლა გული ახტა და დახტა. დედას გეფცებ, კი, აიგით რამე მოხდა. ხო, მე გავიცანით ერთად წავედი. იმას გული არ ახტა და ხტა? არ ვიცი, მე როგორც გავარკვე, იმის გული ცოტა ადრე ამხტარა, უკვე სადღაც, ნუ, ნახი ვარ და მე მგონი ასე იყო. ერთჯერ გამოტყდა და მე შევუარყოს ყველაფერი, მაგრამ ასეა. აი ცოტა წავედით მე გერმანიაში და მე იქიდან ჩამოვედი, მე ძალიან შეყვარებული და ერთხელაც ჩემთან ვიყავით კიდევ რაღაცა ცოტა ასე ვთქვა, მხნეობისთვის ცოტა დალია და მე რომ ვაცილებდი უკვე კარებში, აი მითხრა. რაო? რა ასმეტყვა მიყვარხარო რა მითხრა. რაო? რეზო ასაკიანი. აღარუმში დავისა გამარჯობა, გამარჯობა. გაბრაზე მოყვარა. კიდევ კარგი. გაგვიბრაზდებაო ეხლა ისეთ რაღაცებს ყვებითო. სიყვარული როგორ აგიხსნაო და ესე მე პირდაპირ მითხრა, რა ვთქვა რეზო. გონიო მე რო დავინახეო და გული შემიფრთხიალდაო, მანამდე მას უკვე შეფრთხიალებული ჰქონდა. საიდან ეზოდა ხა მე ვედის მქონდა ერთხელ ხოდა მე მითხარით რა. ერთხელ გამოტყდა და ხა უარს ამბობ. პირველად რო დაინახეთ, გახსოვთ მაშინ? პირველად უკვე ნანახი მყავდა ხო 4 წლიდან სცენაზე ედგა და მე 9 წლის ვიყავი პირველად რო დავინახე. მაშინ გული ამჩქროდა მეთქე რომ ვერ ვიტყვი და რომ
პატარა იყო და ესე მარტივადაც არ იყო ყველაფერი ახლა როგორც ამბობს რა თქმა უნდა მე რამოდენიმე წელი მქონდა სერიოზული რომანი დავშორდით კიდევაც იყო რაღაც მომენტები თქვი აი გუცფრად რატო დავშორდით ეხლა ნამდვილად არ მინდოდა მაშინ მე მომღერალი მეუღლე სიმართლე არ მინდოდა იმიტომ რომ მომღერალი ახლა არ უნდა მაგრამ რაღაც ისე ნამდვილად ხოდა რატომ არ გინდოდათ აი მითხარით იცით რა არის ეხლა პროფესიით რა თქმა უნდა არ განისაზღვრება ეგ საქმე მე მაინც რაღაც ველი ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი კაცი ვიყავი სადაც ნუ ახლა დედაშემი დიასახლისი გახდა თუ სახში იყო და მიჩევლე ვიყავი ახლა მამა რო საღამოს მოვა და რაღაცები და მე მას დავიდან ხვდებოდი რომ ეგ რა თქმა უნდა არ იქნებოდა ახლა ამ დროს იყო არ გადავსურვა ჯერ მაგას დასაწყისი მე დავშორდი რაღაც პერიოდ დაშორებულები ვიყავი თქო თქვი ახლა სიმართლე თქულა მომიყვანა არა როგორ ნახევარი წელი ერთად სახალხო დამირეკა და იცი რა მე მივხვდიო რომ ალბათ შენთვისაც აჯობებს და ჩემთვისაც რომ მე წავალო ბამზე სადღაც სამუშაოდო და უნდა დავშორდი ძალიან ცუდად გავხდი იმიტომ რომ მართლა იცი არაფერ არ ველოდი და მე კი არა და დავპირდი რომ არ ვიმღერებ თქო მოგეთ რომ შევრიგდი ციგორკო მე ჩავაბარე კონსერვატორიაში ზუსტად იგზავნა გადაწყვეტათ რომ აღარ გემო დედას გიწევს სახალხო მე მოვყვები სახალხო 11 ივლისს ქონდა ხელისმოწერა მანამდე ესე იგი ლაპარაკი იყო იანვარში ივლისამდე არ უნდა იმღერა 12 ივლისს იმღერა ვაიმე მომიყევით რა ვაიმე მომიყევით ვაიმე მე შევრიგდი იმ წელს ხელი არ მოგიწერია იმ წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში ამოვიდა კიკეტში და ანუ ერთი იცით რა მაინტერესებს მაპატიეთ გაწყვეტილებ გააცნობიერეთ რომ აღარ უნდა გემო არა მე ეს ვერ არა მაგათ უფრო შებელეოდი ვიდრე რეზოს მაშინ აი ძალიან შეყვარებოდა დედას კეთილზე არა ორი აზრი არ იყო მაგრამ ესე რომ დაეყენებინა მართლა საკითხი არ იმღერო მე თანახმა ვიყავ არ მომიტყუებია მართლა გულწრფელად დავპირდი მე რო შევრიგე კონსერვატორიაში ჩავაბარე და ამოვიდა მე ვთხარი ოღონდ შენ წყნარად იყავ მე არ ვიმღერებ მე ერთი წელი რასაც დავდიოდით ეს კარგი წელი მე ვთხარი დაკლასებს სიმღერალიოზია არა ასე განვითქოს თუ კონსერვატორიაში ყონა მე სწავლა და ერთი წლის მე რო შევუყდით ნუ მე ხა სალომე დაიგეგმა ასე ვთქვა და რა თქმა უნდა ერთი წელი საფში ვიყარ ხსოვნა მემღერა და აი სალომე რო გააჩნდა და რამდენიმე თვის რო იყო ეს მიხვდა რომ მე მას და დეპრესია და თვითონ მითხრა მოდი ერთად ვიმღერო გაძერება ხარჩები ჩემი რა ხარდიდი სესგაზა ხურიძდი ძნელი არ არის ასეთი სუპერ პოპულარული ქალის ქმრობა? არის, კი, რაღაც მომენტები იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქიდან გამომდინარე, რომ ხა მეც რაღაცებს მეც ვაკეთებდი ამ ქალაქში, ხო და რაღაცები იყო და ნუ სამსახურეობრივი ისიც ესეც. მაგრამ მე ხა ცნობილი ისტორია მას შევატყრები ხოლმე, რომ ერთხელ ბოლო გადავწყვიტე, რომ ნუ გავხდარიყავი კოსმონავტი, პირველი ქართველი, ხო არა ქართველი. ხო, რო პოპულარობით და დამეჩაგრა და მე ვიფიქრე რომ ალბათ მაინც იტყვიან იმას ოღონდ სკარი გაფრინდა და დავანები. ani გიწვალე. ani ეს სკარი იმას ოღონდ სკარი. 1 2 ჩემ ვარჯიში წება დილით. გამიგუძებ თუ არა? დაკო. გაჭიმრას ხერხემალო გაასწორო ასეთ რაღაცებს. ფეხებს, ხელებს. ისეთი ვაშოვდა მოქმედი ვარ. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ბატონო. არსებობს სიმღერა, რომელიც თქვენ მიუძღვენით მეუღლეს. არსებობს. და არა ერთი სხვათა დუეტებიც გვაქვს. აი ეს დუეტი ცნობილი ორივე. ხათშიც ამის ბიჭები ძალიან აღელდნენ. მე ცოლებს უთხრეს, აი რა არისო ხაო ესაო. ირმამ რა დაწერა, თქვენ რატო არ გვიწერთო და მაგრამ ისინი ჩემზე ხაჭაპურს აკეთებენ და ბევრ სხვა რაღაცას და ირმა როგორ ხაჭაპურს აკეთებს?
როგორი გასახაჭაპური გავუკეთე არ მაქსიკას. მოუმზადები ვარ, როგორ უნდა ვთქვა? მაქსიკას როგორი პირველად გავაკეთე ამ ზაფხულს ჩემი შვილიშვილისთვის ხაჭა. ახამდე არ ვიცოდი ხაჭაპურის და ბევრ რამე ვიცი, მაგრამ როგორი გამოვიდა თქვი. ნუ მაქსიკელა მე ხა მაქსიკელა ეცით ხო ჩვენ ალბანელი ალბანელისთვის ნუ კაი ხაჭაპური იყო იმის მოეწონა მაგრამ ეხლა actually რა მოგახსენე მაგრამ ეხლა ნახავთ როგორი სიმღერა მოგიძღვნათ და მე მგონი ნებისმიერ ხაჭაპურს აჯობებს ასე მგონია. სიმღერა? ერთად ვართ უკვე დიდი ხანია და ერთმანეთი სულ გვიხარია ნაზი სიტყვებით და სიმღერებით დღესაც ერთმანეთს მოვეფერებით როგორ მოხდა არ ვიცი ფიქრი მაძლევს სიღარულიც უშენოდ აღარ მახარებს Idaksebi de tava pido yavardebi Rota chematalara solo vedadebi Nida shetri se tava grifo yavardebi Rota chematalara solo vedadebi Chemi megzuri megobari kharat vasarabuterebi se kargi kharat ერთად ვიმღეროთ, ერთად დავლიოთ და ეს ცხოვრებაც ერთად გავლიოთ როგორ მოხდა არ ვიცი ფიქრი მაძლევს სიხარულიც უშენოდ აღარ მახარებს მიდაგზებზე დავფინო იავარდები როცა ჩემთან არ სულ ვედადრები და რა ჩემთვის სიღარი როგორც ადრე მიყავარდი ისე ვიყავარხარ. ბრავო! ძალიან დიდი მადლობა. აჯობია ეხა ეს ხაჭაპურს. ხოჯობია. არ არის მასე საქმე, როცა საჭიროა ლობიოსაც ვაკეთებ, სოუსაც, ჩიხირთმასაც და ხაჭაპურს. როგორ ჩიხირთმას ვაკეთებ თქვი? როგორც. ფანტასტიკი. ბებია შენზე უკახელი ბებია ყავდა რეზოს, არაჩვეულებრი, მარობა ოქრო და აი მასე კარგი ჩიხირთმას ვაკეთებ. ძალიან მიყვარს სამზარეულო, სახლის საქმეებში ყველაზე მეტად. და სხვაჩვენს გემრიელი რაღაცები გამომდის. რო გისმენდით, იცით რა მინდა დამეკითხა, როგორ შეძლებთ ამ გრძნობის ასე შენარჩუნება ამდენი წლის განმავლობაში? თან როცა ქალი არის დაკავებული, ცნობილი, პოპულარული, სულ სცენაზეა, ეს არის ძნელი. ჩვენი გარაცემის ბევრი სტუმარი ყვება ხოლმე ამას, რომ უჭერს პირადი ცხოვრების გაწყობა. ჩემით ამადობით. იცი რა შესაქმე, რო გითხე ხარ რომ ეს პირვანდელი სახით ნარჩუნდება, რასაკვირველია არა. ხა მე ხოგება ის 3 წელი მართლა სიმღერას თავსვანებებდი კი არა, აი სახელი რომ ესმოდა, მაგალითად კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ან რაღაც ავტორი რევაზინანიშ, ნებისმიერი რეზო სახელზე რევაზზე გული მიჩქარდებოდა. ეს იყო 1-3-5 წელი. ამდენხანი ასე რო ყოფილა, მკვდარი მიჩქარდებოდა, გამორიცხულია. ეხლა ზუსტ ხანჯობა მაგდა ჩემი მეგობარია, ჩემი რა ვიცი, კლდეა და მხარია და გამიჭირდება თუ მიხარია, მართლა სიხარული არ მიხარია ურეზოთ, მაგრამ ეს ის გრძნობა არ არის. ეხლა მილიონი სხვა 1000 რა ვიცი საგვაქვს აუცილებელი უფრო მნიშვნელოვანი შვილები და რა ვიცი ძალიან ბევრი რამ არის უფრო მთავარი ვიდრე ხა ჩვენი რაღაც რომანტიკული სიყვარული. თქვენ მითხარით რომ ძალიან განვიცდიდიო, როცა საქმიდან გამომდინარე ჩემს შვილებთან იმდენ დროს ვერ ვატარებდიო. ეს ის დრო რომელსაც ვერასდროს უკან ვერ დააბრუნე. ვერასდროს. ეხლა არ გსაყვედურებათ შვილები. იცი რა ნატუკასთან გამოვასწორე შეცდომა ნამდვილად, იმიტომ რომ აი 2 წელი სულ დეკრეტში ვიყავი და სახლში მე გავზარდე ფაქტურად და სალომე მასაც 19 წლის სამშვილი არ მაგააჩინა, იცი. ძალიან პატარა ხარ შენ თვითონ და არ იცი რას აკეთებ, აი რა პასუხისმგებლობას გაქვს საქმე და ამიტომ ეს პირველი წლები რა თქმა უნდა დედაჩემთან იყო, მე ვსწავლობდი, მართლა მოგითხარი კონსერვატორიულ ფაკულტეტზე და კარგად მესწავლოთ, კიდე მემღერა და კიდე რაღაცა უკვე ტელევიზიაში დავიწყე მალე მუშაობა და იქაც გადაცემები უნდა მეკეთები და არ მეცალა რა მექნა და ეს მეგონა რომ ნორმალურია, ნუ არ მცალია და რა ვქნა.
ეს არ არის ნორმალური. არავითარი გამართლება არ აქვს და არავითარი ანაზღაურება იმ წლებს, რომელსაც შენი შვილის გარეშე და დღეებს და ღამეებს ხო ატარებს. ეს არის გამორიცხული. არაფერი არ არის ის ძვირფასი, როგორც ყოველწუთიერი და ყოველდღიური. მე მესმის, რომ ძალიან ძნელია საქმიანი ქალებისთვის, როგორ მიყურებს, ნახე თვითონაც ამაზე ფიქრობს ახლა. მე ამას განვიცდი. კი, მესმის, იმიტომ მეც განვიცდი, მაგრამ ნუ რა ვიცი ხო, მე ღვთის მადლით რაღაც გამოსწორდა ეს ყველაფერი და მე ჩვენთანაც იყო და ახლა ნუ არა ხარ ამას არავითარი კვალი მეგობრები ხართ შვილები. არაჩვეულებრივი და არავითარი კვალი ამას არ დაუჩნევია ჩვენი ურთიერთობისთვის მომავალში, მაგრამ იყო საშიშროება. შეიძლება და რაღაცა უფრო სხვანაირად მომხდა. თქვენი ქალიშვილი უნდა შემოგვიერთდეს. ხართ მივესალმოთ. ნატუკა ასათიანი. მშვიდობისა, გამარჯობა. ძალიან მიხარია ჩვენი სტუმარი. ძალიან პოპულარული დედა. ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, რომ ეს არ არის თურმე მარტივი. ეს ასეა. იცი რა, რთულიც არ არის ნამდვილად. სასიამოვნოა, პოპულარულს, როდესაც თან სდევს საყვარელი ყველასთვის. ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. ცალკე მარტო პოპულარული, მარტო ცნობილი, არ ვიცი როგორია, იმიტომ რომ ეს მე არ გამომიცდია. მე ვიცი როგორია ძალიან საყვარელი მშობლების შვილი იყო და ეს მართლა ძალიან სასიამოვნოა. ბრავო. მადლობა, მადლობა. დაი, დედის საქმის მიმართ ეჭიანობის მომენტი არ გქონიათ. არაჩვეულებრივი დედა. ძალიან ხშირად ვფიქრობ პრინციპში ბოლო პერიოდში, რომ ნუ თუ მეც ვიქნები ისეთივე კარგი დედა, როგორიც ირმაა და ხშირად არ მაქვს ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი, იმიტომ რომ დედობა ცოტა კომპლექსურია, ხო, უნდა იყოს საუკეთესო, აღმზრდელი, გამზრდელი მეგობარი, მრჩეველი, ამ ყველა პუნქტში რო იყო ერთნაირად წარმატებული, ძალიან რთულია ადამიანი. აი ამიტომ ვორჭოფობ ხოლმე ჩემთან მიმართებაში და ამიტომ მიგვირს პრინციპში ირმასი, იმიტომ რომ ყველა პუნქტში პრაქტიკულად იყო მართლა ხუთასანი. ძალას აუცილებლად ძალას ნუ მოკრება და აუცილებლად ნუ იპოვნო საკუთარ თავში ძალა, იმიტომ რომ ტერიც ბევრი ყავს ხო პოპულარულ ადამიანს. როგორ მყავს ხას მყავს, ასაკურა მყავს, ხო ვიღაცები მერჩიან და მებრძვიან, მაგრამ და ჭორები თქვენ თავზე? ჭორებია თუ და ბავშვობაში ერთ საშინელი ჭორი რო იყო საზიზღარი, იმის მე არ გამიგია. საშინელი ჭორი. იცი რა, მე მითხეს თუ მართალი შეიძლება რომ თქვა, რომ ეს იყო კგბ-ს გაგდებული ჭორი. ვის საჭირდა და რაში ვერ გეტყვი, მაგრამ ეს იყო აი მართლა მოგონილი, შეთხსული და ესე გაკეთებული და ის პატარა ვიყავი 12 წლის, ამიტომ არც მახსოვს რა იყო წესიერ. მე გავიგე და მე მივხვდი და იმის მერე კი მერეც იყო რაღაცა რომ მედარეზო დავშორდით, მე რო არ დავშორდით და ეს ჩვეულებრივი ამბებია, ხო? ისე რაღაცა თბილისური. რამე ისეთი მაინდა ჭორი არ გამიგია, ვარ მოგატყო გულსადკენ. არ გვინდა გულსადკენ ჭორებზე ლაპარაკი, არ გვინდა. ჩემი ამპულა რაღაცა მაქვს ხო ძველი ან ვიყიდი რაღაც მომეწონება ნაჭერი ან ფასონა აუცილებლად გადავაკეთო ხოლაზია რაღაცას გთხოვთ ბატონო რეზერვა თქვენ თუ გინდა თუ არ მითხარით აბა მითხარით რაღაც ასათიანს გეცხა თუ არ ერთად წაიღიღინეთ, გეხვეწებით. აი პატარა ფრაგმენტი წაიღიღინეთ რა. Vedo shava piro amare tu sopelisa Mazzale Suzano Amorfini Da Hamhamreba Toaliso Mazzale Suzano Amorfini Da
ასეთ საჩქარი მართლა არავის გავუკეთებია. მომზადებულო. არა, უნდა გეთქვა და მოვემზადებოდ. სახში ვამღი გავამღერებდი. რომ მეთქარი მღერებდით. მართალია, გავამღერებდი რაღაცებს ვიზავდი, მაგრამ როდის იმღერებთ ეს სიმღერა პირველად? პირველად. აი, რა განცდა მეუღლესთან ერთად რომ. იცინებს ადრე მეც ვმღეროდით, მეც, იმიტომ რომ ეს სუფორმაში იყო და სუმღეროდა. და ხა ხო იცი ცხოვრების წესი, აღარ ვმღერით, ეწევა. ვერაფერთან და დავანებოდი. და ბატონო, აი ეს სიტყვები მაცალე სულს ნუ მომხდიო რაღაცას ხანაირად ამბობდი. შემეგეთქო ხო? არა, არ მოგაგიყვანო არცად საერთოდ ადამიანს. თელი დარბაზი მიხვდა და. თქვენი კარიერა დაიწყო კონსტანტინ პევზნერის ყველასთვის ცნობილი სიმღერით, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. და მოდით, ჩვენი შეხვედრაც დავასრულოთ მისივე სიმღერით. როცა ქურდულა შემოვა თბილისში ვინდი ღამისა დამთქვარაზე ვერცხლად ელაბებს ჭაღარაცი ვიმთვარისა როცა ნაცურებს მოისხამს ღამეთვალა მარგალიტება მე შენი ნახვა მძღურია შენი ალერსი მინდება გამონუ მომკლავლოდინი შენ შემოგიშერის თვალება სანამ დრედის ბრადინათებს დამთვარეც მიმალება სანამ დრედის ბრადინათებს სანამ ჩაქრება სინათლე უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მოხვედით და ასე გაალამაზეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. უღრმესი მადლობა. ამდენი ყურადღებისთვის. გაიხარეთ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის დედა და არანაკლებ პოპულარული კაცის ცოლია. თუმცა ჩვენთვის მაინც ნათია ბანძერა. ხალხ მივესალმოთ. აი ის დაღამომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან დაბრძანდით. ნახეთ რა ლამაზია. ნაცი დიახ თუ დონალდ ტრამპს კი გაიოცა. ნუ თუ ამ ქალს 21 წლის შვილი ყავსო. ნახეთ აქ მის სამყაროს მონაწილეები არიან, მშვენიერი გოგონები არიან. იცით აქ ქართველი მონაწილეც არის, ნახეთ. ეს დედამისია, ჩემი პრესმდივანი. თქვენ ძალიან ლამაზად გამოიყურებით, რატომ არ მიიღებთ მონაწილეობას თქვენ? Who's got the camera? We have to give this to Miss Georgia. დონალდ ტრამპმა კი რა მთავარია გოგიჩამ გაიკვიროს კიდევ. ხო 21 წლის შვილი ყავს რა და ეს ემოცია არ დაიკარგოს. არა, ეს ემოცია არ დაიკარგოს რა და მისთვის ჯერ კიდევ პატარა ვიყო ბავშვივით, როგორც სად გაიცანი? მე ვიყავით 18 წლის, გოგიჩა იყო 20 წლის, ვიყავით აი მართლა პატარები და სად შევხვდით? შევხვდით, რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, ეს იყო რეპეტიციის, სარეპეტიციო დარბაზი. ცნობილი რეჟისორი ბატონი გოგი თოდაძესთან ვიყავით მაშინ თეატრში, გიორგი იყო ჯარში და მე ვიყავი პირველ კურსზე, როდესაც ესე და მეორადი ავირჩიე თეატრალური განხრა და იყო როლების განაწილება. მახსოვს ჩარლის დეიდას ვდგამდით, ამიტომ რომ მახსოვს გაიღო კარები და შემოვიდა როგორ მახსოვს პატარა წვრილი ძალიან საყვარელი ადამიანი, მაგრამ წვრილი როგორ იყო? ხო რაღაცნაირი იყო, ესეთი საყვარელი იყო, ფანქარივი წვრილი ლამაზი ესეთი შველის თვალებით. ну რაღაცა კი დავინახე, მაგრამ ну ეხა არ შევიმჩნიე, იმიტომ რომ ეხა ну გოგიჩა, ну რაღაცა მაინც ესე ჩემთვის დავრჩი. და მახსოვს იქიდან დაწყებულა ყველაფერი, ეს უკვე გიორგისგან ვიცი, მაგრამ მანამდე იყო გოგიჩა.
ესე იგი, ყველა ამბობდაო. არა, ეს თქვენი ადგილია. მადლობთ. ყველა ამბობდაო. რა თქვა, ფანქარივით იყო? ფანქარივით იყო ესეთი ირმის. ხო, მარკერივით. მარკერივით არის კი. ყველა ამბობდაო, გოგიჩაო, ნეტაროდის მოვაო, გოგიჩაო, გაიღო კარი და შემოვიდაო. მერე? მერე რას ხედავ? ესე იგი, სცენაზე დგას გოგო. ხა მოგეხსენებათ, ჯარიდან ჩამოვედი, კი ვიყავი, აქვე სახურობდი, საბჭოთა ჯარი იყო, მაგრამ უკვე გრძნობდი, რომ მზად ვიყავი ოჯახის შესაქმნელად. 20 წლის ასაკში. გაგება მქონდა 21-ის. აჰა, გასაგები, დიახ. ხოდა ჩამოვედი და რეპეტიციაზე მთელი ჩემი დასი ხო გამოცვიდა და ყველას ყოცნე და ეს ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს და სცენაზე დგას ეს. აი როგორი იყო? ირმის თვალები ქონდაო, შენზე თქო ნათია და ნათია როგორი იყო? აი შენ რა დაინახე? ნათია იყო ჯეირანივით. დაინახე, იქიდან მივხვდი რომ ის იყო, მე კი მე ვიყავი და თვენახევარში მოვიდაც. თვენახევარში? თვენახევარში. აი ეს უნდა გამიგია. მე და ჩემი მეგობრებმა ვითამაშეთ ჯოკერი, წავაგე ცოლის მოყვანა ძალით. ნამდვილად. არა, გიო. ხოდა ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, მოკლედ, აი ბაბუცა. რა შეჭირდებოდა მოტაცება? მაშინ მოდა იყო ეგეთი, რა ვიცი რა. და ჩატენეთ მანქანაში. ან ჩამიტენია. მანქანაში და თვითონ გარბოდა მანქანაში. საყარული არა უხსენე. არა, ამას ხუმრობ რა თქმა უნდა. არა, სხვათა შორის ეს ყველაფერი ისე დაიწყო და ისე მივიდა და ოჯახებამდე რომ მიყვარხარ არ უთქვამს, მაგრამ ნუ ეს იყო იცი როგორი ვიზიორი. შენ რო გეძინა მე დავდიოდი გარე და ფანჯერებთან ვამბობდი მაგას. არის მოდა უბრალოდ. ერთი აი გასტროლს გავიხსენებ. მოკლედ ვართ კლაიპედაში არაჩვეულებრივი გასტროლი გვაქვს, სხვადასხვა პროფესიონალი თეატრალების გასტროლზე მოვხდით. და თამაშობ შეყვარებული. შეყვარებულებს თამაშობთ, სამანიშვილის დედინაცვალიც იყო უკვე მაშინ დადგმული, უკვე სერიოზული ისინი ვართ რა, მოკლედ დიდი მსახიობობანებს თამაშობთ და ნუ ესე უკვე შეთამაშებულები ვართ, მაგრამ ნუ მე მაინც არ ვტყდები რა, ისეთი მიჭირავს მაინც რომ გოგიჩას რო უყვარხარ, კარგია რა. აი როლებს აძლევენ რა. და მოკლედ ესე იგი ვართ ამ კლაიპედაში, ნუ მოგიხსენებათ ახლა პრიბალტიკაში ერთი ვარდი რაფასია დღემდე, ხო? ეს არის დაახლოებით სახლი რო გაჩუქონ ეს ვარიანტია რა. და ერთი კვირა ვართ არაჩვეულებრივი სიტუაციაში, კარგი სასტუმრო, კარგი გარემო და ნუ ყოველ საღამოს ხდება ნუ რაღაცა ზღაპრული თაიგული ვარდების. ნუ რა თქმა უნდა გოგიჩასგან. ნუ კარს ვაღებ და ნუ რა თაიგულია, იცი რომ დღემდე არ მინახია ესეთი თაიგული ვაღებ მართლა და ნუ წავედი ახლა ფიქრებში რომ რა ხდება ახლა ის რო კარგი ბიჭია ეს ერთი. ის რო რაღაცა ამდენი ვარდის ფული და რაღაცა და ნუ ესე იგი როგორი არის ხელგაშლილი ადამიანი და ნუ ძალიან ბედნიერი ვარ, ეხლა ვფიქრობ, რომ როგორი ადამიანია, ნუ ეს ვარდი ერთ დღეს თეთრი, ერთ დღეს ყვითელი, ერთ დღეს სად იყო ეხლა ესეთი წარმოედგინე საუკუნის ამბავს ყვები, გასული საუკუნის ამბავია და ნუ ერთხელაც ბოლო დღეა და გადავწყვიტეთ, რომ არ დავიძინოთ და გავისეირნოთ კლაიპედაში. და მივსეირნობთ ამ კლაიპედაში. არა, მე გოგიჩა და მთელი დასი და უცებ, აი ესე ჩვეულებრივად რომ მიდიხარ და აი ეს თვალი რო წაიღებს რაღაცას, რომ ჩემი ვარდები ძალიან დიდი რაოდენობით. და ხო ესე რომ შევტრიალდი და რას ვხედავ, უშველებელი ლენინის ძეგლი დგას, რომელთანაც ყოველ ღამე საბჭოთა კავშირის პერიოდი არ დაგავიწყეს, დებენ დიდი ვარდების თაიგულს და ამ ძეგლიდან აღებული ვარდების თაიგულს. რა გინდა არა მივდიოდი და ბიძიალენინი შეიძლება ვარდი შეყვარებული ვარ დავშალე საბჭოთა კავშირი თუ არა დაშალა როგორ მოგიტაცეს როგორ მოიტაცე მოტაცებაც ესეთი ძალიან ისეთი იყო ხო დამყავდა ხოლმე კაფე ესეთი აქტრისა მარგარიტა იყო იქ დამყავდა ხოლმე მარტო მე დამყავდა და ერთ დღესაც მე და ჩემი 4 ძმაკაცი ხო ვითომ ნაჩხუბრებიც ვიყავით გადავწყვიტეთ რომ წავიყვანოთ კაფეში და ეს უწინჯდებოდა ხოლმე ამჯერად უკან ჩავსვით ორი აქედან დავუჯდა ორი აქედან ჩვენ წინ და გავაქანე წყნეთში მოკლედ გამარჯობა გრიშა ხდება რამე სახში ახალი ხდება სამზარეულოში ტრიალი ძალიან ბედნიერებაა რა თქმა უნდა
ჩვენ დაბრუნება. შენ გაგვიმარჯვე. Without me. წერილი დავაწერინე მამამისთან, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩემნებით გავყევით. ეხლა მამამისიც როგორ ის არის დეტექტივი, რომ წაიკითხა და არაო, სასვენი ნიშნებია დასმული, ესე იგი თავის ნებით გაყვაო. არა, მე მეკოზე სამშიო იციან წერილი დავწერდა. ყველაზე კაი რა იყო, იცი რომ ეს ისე ნერვიულობდა, ხო? ამის იმედი მქონდა, რომ არა, ამის იმედი მქონდა, რომ ეს არ გამწირავდა და უცებ აღმოჩნდი აი ამ რაღაცა გაუგებარ სიტუაციაში. ეს 6 ბიჭი, რომლებიც ეს დონით შემორტყმული, ახლა რაღაცა შენ უკვე გოგიჩას ცოლი ხარ და რაღაცა პატარა ვარ მაინც რა და შემეშინდა. გოგიჩა იქიდან არ ახუნებს, არაწყენინოთ, არაფერი არ ატკინოთ, ამას არ უშვებენ, იმიტომ რომ ეშინიათ რომ მე შევეცოდები. წირი ვარ და შეიძლება მომკიდოს ხელი და უთხრან კარგად იყავით უყო და სახში წამიყვანოს. მოგეთ აი რაღაცა პატარები იყვნენ ეს. მაშინ არ იყო არც ტელეფონი, მოგეხსენებათ 88 წელია და წყნეთში კინოსთან იყო მილიცია. ხო და იქ წავიყვან რომ სახში დაარეკოს, ხო ესე იგი 20 წლის ვიყავი. მილიციაში შევიყვან რომ სახში დაარეკე. მილიციდან. ესეც რა მაგარია, მეთქი რა, ერთ სიტყვი მეთქი და თითი მაქვს იმაზე რომ გავთიშო. თუ ვიტყვი რომ მოტაცებული ხარ, გავთიშავ ეგრევე მეთქი და ამანაც ნუ არ თქვა კიდე კაი, თორე კაი, მე იმას გავთიშავდი, მაგრამ მე ეს მილიცია მე გამთიშავდა, ხო? მოტაცებული რას ქვია, დამტოვებდნენ წყნეთში. რა როგორ გითხრა დარჩინათიო? თუ თქმაც აღარ უნდა და. როგორ იყო? როგორ იყო და დაღამდა და მე მეშინია მარტო ყოფნა მეთქი და დარჩი. დარჩა. საი 22 წლის მერე პირველად შეირნო ფიცი და ამ ფიცით მე მგონი ფეხით პირველად გადავდივარ. ძირითადად სცენაზე ვკონტაქტობდით თეატრში და თურმე კარგი ყოფილა. მოდი ესე დავდგეთ. გამოდით ვარ. What a wonderful world. ძალიან მაგარია რა, ღამის თბილისი განსაკუთრებით და მით უმეტეს ეხა ყველაფერი რო ვშუიალებ. ორი წლის მერე ხიდიდან მაგდებს, ეს გინდოდათ, ხო? And I think to myself. თანახმა ვარ. ავი. თანახმა ვარ. ჩემო თავაზება არ არის. როგორ რა? კი, კარგით მაშინ. I think to myself. მიყვარს თბილისი და მიყვარს ჩემი გოგიჩა. ერთხელო ჩვენ შორისო ერთი ქალი ჩადგაო შუაში. იყო ეს პერიოდი, სადღაც 22 წლის მანძილზე, სადღაც 8 წელი 7. ხო, კრიზისული პერიოდია იყო ამბობენო. ფრანგი ქალბატონი, შემდეგ გაგურულებული, რომელსაც გვარიც კი მისცა თავისი. გოგიჩა? გოგიჩა. და ეს იყო ჯესიკა გოგიჩაიშვილი. ვინ არის ჯესიკა გოგიჩაიშვილი? ფრანგი გურული, ეს არის ფრანგი ბულდოგი, რომელიც ჩვენ შორის აღმოჩნდა ძაღლი. ფრანგული ძაღლი მყავდა და ეჭვიანობდნენ. აი რატომ ეჭვიანობდნენ? ეხა გითხრა რა, მოკლედ ყველანი ქალები ვართ, ხო ძირითადად ორი გოგო ყავს და მე ვყავარ და შემოვიდა და სად არის ჩემი ულამაზესი გოგო და სამივე გამოვცინცულდებოდა და ეს ძაღლს ჩაიხუწებდა პირველ რიგში. ის უფრო მაგრად არბოდა, ის პირველი მორბოდა. ხო რა, ხო არ ვაწყენინებდი, თან იმან არ იცოდა ძაღლი რო იყო კაცო, როგორც ადამიანს ისე ველაპარაკებოდა, თორე დეპრესიაში ავარდებოდა და პირველი რომ მოვარდებოდა, იმას ავიყვანდი ხოლმე, აბა რა მექნა. და ეჭვიანობდა. როგორ მოახერხეთ რა 22 წლის მანძილზე გაქვთ ესეთი ურთიერთობა თითქოს გუშინ დაქორწინდით? აი როგორ ახერხებ რომ ნათია დღემდე ამბობს ვგიჟდები გოგიჩაზე. როცა შენ არა ხარ, მაშინაც კი. მაშინაც ამბობ? ხო, მაშინაც ამბობ. აი სახში მაგრა ვაწვალებ. ეგრე თქვი მეთქი ხალხში. ხალხში როგორ? არა, ალბათ იუმორი უფრო და ურთიერთპატივისცემა. ალბათ ეს ძალიან გვშველის რა რაღაცა ამდენი წლების განმავლობაში. არა, ალბათ სიყვარულიც არის, ალბათ შევხვდით ორი ისეთი ადამიანი, აი ლეგოს სათამაშოები როა, ხო იცი, აი რო ჯდება ერთმანეთში, აი ესეთი ლეგოს ორი სათამაშო ვართ, რომელიც აი ზუსტად ჩავჯექით ერთმანეთის როგორც ხასიათში, განწყობაში, ასევე რაღაცით ერთმანეთს გავართ. რითი გიხართ ერთმანეთს? აი პროფილი გვაქვს ერთნაირი შეხედა. არ გინდა ერთხა, ნუ ეს არ იყო საჭირო. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ცხენით წაიყვანო. წაიყვანე თეთრი ცხენით. ძალიან დიდი მადლობა. საკუთარ
არის სიყვარულის ისტორია, მათ ჯერ ჩვენთვის არასდროს მოუყოლიათ. გთხოვთ მივესალმოთ. პირველად პროფილში ლევან წულაძე და მანანა კაზაკოვა. მშვიდობისა, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან, გამარჯობა. გამარჯობა, და ვიხარებ ჩვენი სტუდენტად მოგზაურობთ. დღეს ცოტა ტკბილი პროფილი გვაქვს, ისეთი სასიყვარულო. როგორ შეხვდით ერთმანეთს? თეატრალურ ინსტიტუტში. ლევანი იყო ესეთი ბატონ გიზო ჟორდანიას სტუდენტი, როგორც მსახიობი და მე ვიცნობდი სკოლიდან. მას ის თამაშობდა არაჩვეულებრივად როგორც მსახიობი ანა ფრანკის ტყიურში და მე ვიცნობდი როგორც მაყურებელი მსახიობი. ვის თამაშობდა ანა ფრანკი? პიტერს. მართლა? ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი. რეალური ადამიანი იყო სიტყვით. და ლევანი იყო არაჩვეულებრივი და იქიდან როგორი პიტერი იყავით ბატონო? აი მანანამ ვეთანხმები ალბათ არაჩვეულებრივი. აი შეხვედრების იყო. თვალში რო გავუყარეთ ერთმანეთს. ალბათ უნდა ვაღიაროთ ეს და ჩვენ სულ შენიშნოს გვაძლევს ლევან ბერიკაშვილი ბერდო, მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ. რატომ არის მისი დამსახურება? იმიტომ რომ ის ამბობს რომ მან დაგპატიჟა ერთ ბოთლ არაღზე და არა ორ ბოთლ შამპანიურზე. ორ ბოთლ შამპანიურზე და ანუ გარიგების ამბავი იყო? შეიძლება ითქვას ესეც. არა, ალბათ გარიგება არა, ალბათ უბრალოდ ხდება ესე რომ შეხვდები ადამიანს იცნობ შეიძლება მთელი ცხოვრება, მაგრამ აი რაღაც თვალზე შემოხვდება თუ რაღაც ესეთი ხდება, რაღაც განგება ალბათ უფრო ზემოთ წყდება ესეთ რაღაცები და აღიქვა სხვანაირად და ალბათ ესე მოხდა და ნუ უბრალოდ ბერდო იყო ჩვენი ხანუმა. თლად ხანუმა არ იყო, მეც მქონდა ჩემი მზერები. გოგი მარგველაშვილმა მითხრა სხვადასხვა. რა? ერთხელ. აი ეს უბრალოდ არც ვიცნობდი, მარც მქონდა. აი რა კაი გოგოა ნახეო. მოიყვანა ცოტა თუ დადიხარ წინ დაუყო. მოთხა არ ვიცნობ. აი მაშია საქმე და ეს დამთავრდა ეს საუბარი, მაგრამ ეთქო გონებაში რაღაც დაილექა მაინცა და როდესაც შეხვედრის შანსი გამოჩნდა, აი ლევან ბერიკაშვილს აღმოაჩნდა მაშინ 15000 მანეთი რუსული. ამდენი რა შეგჭირდა? ეს ორი ბოთლი შამპანიური იყო მხოლოდ, არც კი მე დავამატე. მართლა? როდის დაქორწინდით? ორ კვირაში. ორ კვირაში? ეს ცოტა არ არის? იმ დროისთვის მე მგონი ბევრიც იყო, იმიტომ რომ ვერ წახვიდოდი. კინოც კი არ არსებობდა. ერთადერთი რაღაც რუსული ფილმი იყო, რომელზეც შემთხვევით მოხვდით. რატო არც ვიცი. რა რუსული ფილმი იყო? არც სახელი მარტო მახსოვს რომ იქ რაღაც ბიჭი უხსნიდა სიყვარულს გოგოს და ბჭოლა მე გესმისო, აი გაიგეო. ასე აგიხსნათ სიყვარული? და ხელი როგორ გთხოვათ? სადღეგრძელოში. მართლა? ასე თქვი რომ აი ჩვენ შოთი კოც იყო მახსოვს და აი ჩვენ შევქმნით ჰარმონიულ ოჯახს და ვიქნებით ბედნიერები. და გამოექანა შოთიკო გადამკოცნა, ნანამ გადაწყვეტა მანანა, კიდევ ვიღაც ხალხი იყო, მოგვილოცეს, მანამ დარეკა, გავთხოვდი და ამორჩა. და გაიპარეთ ესე. არ გავიპარეთ, დავრჩით თბილისში. მე მივედი, ხელი თხოვე. მანანას მამას და დედას არაჩვეულებრივ. მამა რომ შორს იყო? მამინაცვალს. ტოლიკა ჩიჩუას არაჩვეულებრივ ადამიანს. დედა თინაცია. დედა ჩემთან ერთად და ბიძა ჩემთან აკაკი დვალიშვილთან ერთად. ეს ისეთი წარმომადგენლობითი ის ვიყავით. მივედით და დედა თინამ გერმანული ასწავლა ყველას. ასწავლა გერმანული ყველას. როგორ? ვზივარ ცოტა პაუზაა და ამბობ ტელევიზორში აჩვენებდნენ გერმანული ენის გაკვეთილები იყო მაშინ. დედა ჩემი არ გერმანული სპეციალისტი და აყვა ამ ტელევიზორს ბეჭედი ხო ქონდა მოტანილი მანანას მანანო შემოვიდა დედა ჩემი გერმანული das ist ein ring გაიმეორე არა მე ერთად ყველა და ტოლიკა მედეა ყველა ესე ერთად ბები ამის მა das ist ein ring მე მრავლობიჩი მე unser ring euer ring რა ეს გერმანული
სანამ მოკლედ გაიშალა სუფრა, გერმანულის საფუძვლები შევასწავლეთ. და ასე დაინიშნა ქალბატონი მანელი. აი ამ ჰარმონიას როგორ მიაღწიეთ? ბერმა ხო ეს ვერ შეძლო. თქვენ ეს ანჯვითა და ოფლით. ხო, აი მასწავლეთ როგორ უნდა იტანჯო რომ მიაღწიო. ეს მხოლოდ მამაკაცი თუ შეძლებს. მართლა? იმიტომ რომ გიწმენდი ყველა. რას ითმენდით? ყველაფერს. აი რას? გამცირებას. ვისგან? მანანა. ვაი მე რას მზალეთ? ტრეტი, აი საშინელ გამოვიარ, მაგრამ გავძელდი, რომ მოწყინდა ეს ყველაფერი. აჰა. აი მე ამოვყავი თავი მე და მე უკვე წამოვაჯე კისას. რას ამბობს ეს ქალბატონი? მე გეტყვით ოტელოს სიტყვები. ოღონდ რუსულად ვიტყვით დიდი ბოდიში ოკუპანტის ენაზე რომ ამბობ. ქართულად არ ვიცი ზუსტად. ოტელო ეკითხე რატომ მოხდა ახალგაზრდა გოგო იყო დეზდემონ. Она меня за муки полюбила, а я ее за сострадание к ним. Браво! ძალიან დიდი მადლობა მოგეთქვათ რომ მოხვედით ჩვენთან და ესე განსხვავებულად და ლამაზად მოგიყევით თქვენებთან უღრმესი მადლობა. თელს ქართულ მედიაში ყველაზე რომანტიულ ჟურნალისტად ითვლება. არადა ყოველთვის ყველაზე მძიმე თემებზე მუშაობს ხოლმე. მაშინ ასე პირველად პროფილში დავით ქაშიაშვილი მოვიდა. მოხვედით ჩვენთან. პირიქით, მადლობა. რატო იმედ თემებზე მუშაობ ხოლმე, რომ ხანდახან ესე უყურებ ხოლმე კურიერს. დავით, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ გათამაშებულ ძარცვაში? ძარცვას ყავდა 3 მონაწილე, მთავარი გახდა. სუსტპირველად რო ჩავერთე, ეს ფეხი ესე მეჭირა. პროექტურასთან შევხვდეთ. ნახე რომ ის არის. ბოლი გამოდის ასეთან და როგორი სტენდაპი ჩავწეროთ, იცი? ეს საგლიესა, ზეწმიტანილებმა ყაჩაღობის ბოლო სცენა გაათამაშეს. ადამიანურად მოვედით ჩვენს კაცო. თქვენ ეგრევე აღელდით როგორც კი მოვედით. კრიმინალურ თემებზე მუშაობ. მაგრამ ჩემმა მაყურებელმა არ იცის, რომ შენ ხარ პოეტი. პირველი ლექსი დავწერე ფრანცისკოზე. ის ქალბატონი, რომელიც მე მიყვარს და მეყარება, მაგრამ იგი ისეთი მშვენიერი, ანუ მივატოვებ განა ამ ქვეყანაშიც, იმ ქვეყანაშიც იგი მეყარება, მაგრამ სიყვარულის ისტორიაც ასეთი პოეტური გექნება. სიყვარულის ისტორია კი? შენ ძალიან პოპულარული ჟურნალისტი ხარ. მე ვიცი ახალგაზრდა გოგოების პოზიცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შენ სიუჟეტებს ხოლმე იმიტომ უყურებენ ხოლმე, რომ იქ იქნება დათო ქაშიაშვილის სტენდაპი, რომელიც ძალიან სიმპათიური ბიჭია, ხოლმე თანხმებით. მაგრამ აი ეს ერთი და მთავარი როდის მოვიდა? ვიყავი 19 წლის და პირველად დავინახე მარიამი და აი პირველად მოვიდა ერთბაშად გრძნობები ვნება სიტყვა მე შენ მომწონ ხარ და სადღაც 24 საათში მე შენ მიყვარ ხარ. ოღონდ ჩემთან მოვიდა, მე მაშინ ვიყავ რომ ყოდი. აი რომ დავწავედი სახში რომ ვერ დავიძინე იმ ღამეს, დილითაც რომ ტრადიციულად ჩაი არ დავლია, იმიტომ მივხვდი რომ იცი რა მიყვარდა. სად დაინახე და სად დავინახე, ესე იგი 2001 წელს ჩამოვედი საცხოვრებლად თბილისში, ისე ვარ დუშეთიდან და იმ ზაფხულს მარიამი მისივე ნათესავთან მოვიდა სტუმრად ჩემსავე უბანში, დუშეთში გულისხმობ და მაშინ იქ ჩვენს უბანში დუშეთში ესე ჟარგონულად გეტყვი, არის ესეთი ადგილი მაღაზია, პატარა მაღაზია, რასაც დუშეთში უბანში ვეძახით ესე დოდოს ბუტკა. აჰა, და გაიცანი იქვე? იმავე საღამოს ზაფხული რახან იყო და რახან იყო სეზონი უბანში შეკრების, ცეცხლის დანთების, სიმინდის ტაროების, აი რაც ყველაზე მეტად კარგია ვიცით, სადღაც დასასვენებლად აგარაგზე ხარ. და სიმინდები ოღონდ მოვიპარეთ, არასდროს სულ ვიპარავდით ხოლმე და ცეცხლი რომ დავანთეთ, საღამოს რომ შევწვით სიმინდის ტაროები, პირველი რაც მე გავაკეთე იმისთვის, რომ მარიამისთვის მეკითხა რომ ის ძალიან მომწონდა, ძალიან გავიხურე ხელები ცეცხლზე. ისე რომ აი უკვე რო გძნობდი რომ შესაძლო ცეცხლი გამკიდებოდა, უცებ ლოყებზე მოვკიდე. აი და რაღაცა ეს ჩვეულებრივი რაღაცა იმ მომენტში მოსული
რაღაცა ცოტა სულელური მოქმედება იყო, მაგრამ იმოქმედა, კი, იმავე საღამოს უთხარი ლექსები, მე მთელი 7 თვე ერთმანეთს ხვდებოდით, სანამ შევუღდებოდით და ოღონდ ერთი სული მქონდა, რომ ჩვენ ოჯახი შეგვექმნა მასაც და ხო ძალიან პატარები ვიყავით. პატარები ვიყავით, მაგრამ როგორც კი ავიღე პირველი ხელფასი. იმავე დღეს მარიამს დაურეკე და ცოლად მოვიყვანე. და გამოყვა. მარიამ სუარიძე. საღამო მშვიდობისა, გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ მოხვედი ჩვენთან. დოდოს ბუტკის ამბავი მომიყავი პირველად როცა ნახე. მაშინ ძალიან მომეწონაო და შენ მიხვდი რომ რაღაცა. მაშინ მეც ძალიან მომეწონა და თუ ოღონდ არ მოყვა რომ სუკანი იყო გზელით მაგონდა და ეს მომწონდა ესეც უდაბნო. სუკანი იყო? მეც. ესეც და მეც. მართლა? კი, საკმაოდ. 6 წელია რაც ცოლ-ქმარი ვარ და პირველი შვილი, შემდეგ მეორე შვილი და ერთბაშად აი ყველა ენერგია ჩვენი ცელულიტები ჩვენი წონა ჩვენმა შვილებმა დაიხო. შენი ამბები არ უნდა მომიყვე? რაღაცები მითხარი, მაგრამ აი ამ დაიხი ხარ. ესე ვიწყებთ დილის 6 საათიდან ყოველ დღე. მე მივდივარ 9:30-ისთვის სამსახურში და ნუ შაბათი კვირა მთელი დღე ამათი ვარ. ადრე ეშინოდა ამ რობოტის და ეხლა აღარ ეშინია. ორი წელი კვილი აქვს, ეხლა სასაცილო. მოდი ვაჩვენოთ, მამა. ანუ ესეა ორი წელი. აი წალი მამა, აი შენ. აი მამა. აი დედა. რა გინდა ხათოს ხოში? ქუჩაში პირველად გაია. მაგრამ დარჩა ლექსები. და გამების თანებამ, კი. და მე ალბათ მგონია რომ არსებობს ლექსები, რომელიც მხოლოდ მარიამს ერწყმება. ერთხელ ისევ დუშეთში ვარ, მე ჩვენ უკვე ორი შვილი გვყავდა მაშინ და მე ვიყავი დუშეთში ბებიასთან და მარიამ იყო თბილისში ბავშვებთან და შუაღამისას მივხვდი რომ მომენატრა ისე როგორც ტრადიციულად მენატრება ხოლმე და მაშინ დავუწერე ერთადერთი ლექსი მარიამს. მაშინ მე მინდა გთხოვა, გაგვიზიარო აი ეს ნათქვამი, რომელიც მარიამის მონატრებამ გამოიწვია. კარგი. ჩემი სული შენთან, ჩემი ცხოვრებაც ნაწილობრივ. დღეები გავიყავით ნაწილობით, დღე შენი და ღამე ჩემი. ჩემო. ქუჩებს თებერვალი შეყრია, დუმილი პროვინციას. უპროპორციო ქუჩებით სვლას ახლავს ტერფების ტკივილი და დრო კივილი დედაშენის. ცარიელი ქალაქის უფრო ძველ სასაფლაოზე მე ლოთი, მე ცარიელი, მე სუფთა ფურცლად, მე გზა უმგზავრებო, მე მჭედელი ჩვენი ქორწინების, მე ტილო ჩვენ კედელზე, მე ხე წყლიანი, მე თებერვალი 30. ბრავო. ბრავო. როგორია გიყვარდეს კაცი, რომელიც დღე არის კრიმინალური ჟურნალისტი და ღამე პოეტი. რთული არ არის მარტივი, მაგრამ არის ძალიან საინტერესო. და თაყვანისმებელი გოგოები რო ყავს. ხო, ეს თალკით. უი, მომიყევით. არა, ისეთი ხარ არის მოსაყული, მაგრამ ესენც არის და ცხოვრების ნაწილი. მე მგონია რომ მარიამმა იცის რომ არ აქვს ესეთი ეჭვიანობის ესეთი რეალურად რაღაცაზე რომ ეჭვიანეს, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი. თვალი არ გაქცევია გვერდით არასდროს. ერთადერთი საითკენად შეიძლება თვალი გამექცეს არის წიგნების მაღაზია და ადგილი სადაც იყიდება მცენარეები. აჰა. ხო. და ამებზე ეჭვიანებს. როგორი ერთგოლი ქმარია. მე მაქვს ბროწეულის ხე, რომელსაც ასევე მასთან თანაცხოვრების 6 წლიანი ისტორია მაქვს.
6 წელია მაქვს დაბუბლი და მე მგონი ხოლმე რომ ხანდახან იმაზეც ეჭვენებს, იმიტომ რომ ერთხელ რო გავედი ყვავილები მქონდა მეტროს ატარებს ამ ბროცეულის ხესთან, ნუ ხარ რაღაცა მოახვევს რაღაცას, ნუ წყალს უსხავს ეს სხვა თემა წმინდებს. არ ვიცი რა ძალიან ბევრ დროს უთმობს ამ ბროცეულის ხეს. კარგი იქნება და საერთოდ რო არ იყოს ამ ბროცეული. ეს არის 6 წლის, ანუ რამდენი ხანია ჩვენ სოლქმარი ვართ, იმდენი ხნის არის რა. როცა დამატებით კლორტებს რა მოყოლს ხოლმე ჭრით, იმიტომ რომ რაღაცა ეს ბროწეულის ხე მიყვარს და არა დავუშვათ მისი დანარჩენი დანამატები. ახლა შემოდგომა აქ. ამერე გაზაფხულზე უფრო ადრე, მარტში უკვე ფოთლებს გამოიღებს. ასეთია, სულ სხვანაირი დავით ხაშიაშვილი. მოდით, სულ ცოტა ხნით შევისვენოთ რეკლამის შემდეგ კი ყველაზე პრაგმატული დეტექტივების ყველაზე რომანტიული ამბები. გელოდებით. საქართველოში ყველაზე ცნობილი დეტექტივები, ყველაზე არაკრიმინალური ამბებით თქვენთან შესახვედრად მოვიდნენ. გთხოვთ მივესალმოთ ზაზა იაკაშვილი. გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მკაცრი იმიჯი აქვს თქვენს დეტექტივს სერიალში. ვინმე თუ უყვარს აი ესე გულითადად ვერც კი წარმოიდგენ შვილის გარდა. მაგრამ ჩვენ ძალიან ტკბილი პროფილი გვაქვს. კი, არა, სხვათა შორის უყვარდა ძალიან, საოცრად უყვარდა მეუღლე, რომელიც გარდაეცვალა ავტოკატასტროფაში და ალბათ რაღაც გარკვეულწილად პროფესიული რაღაცა თვისებების გარდა ალბათ ესეც განაპირობებს იმიტომ რომ არის ძალიან ესეთი მკაცრი, მშრალი. კუჩაში რა გინდა? მეგობართან ვიყავით. შენი მეგობარი კუჩაში ცხოვრობს? არა, უბრალოდ გვიან გამოვედით და შემაგვიანდა. როცა შენ ნასვამი ხარ? ცოტა დავლია. ცოტა რამდენია? დაკითხვაზე ვარ? რა? რა, დამნაშავის კი არ ელაპარაკები, შვილს ელაპარაკები. მოიცა ესე იგი იმის მერე რაც მოხდა. შენ დალევას ბედავ და ქუჩაში ყოფნა შუაღამისას. ისეთი არაფერი არ დამშავებია მაგის. ბიჭო, მე შენ ხო აგიგრძალე დალევა საერთოდ. პატარა აღარ ვარ უკვე. 15 წლის ლაწირაკი ხარ. ბევრ ქალბატონს გულს უჩქროლებთ, როცა თქვენს გმირს უყურებს ეკრანიდან და როცა სცენაზე თამაშობთ. ეს არ იცოდით დავიჯერო? აი, იცით რა, რაღაც სადღაც უგრძნობდი, სადღაც იმედი მქონდა, მაგრამ ეხა თქვენ დამედასტურეთ და რას ამბობთ ჩვენთან ლექსი რომ წაიკითხეთ, წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო? ეს სხვა პროფილი იყო და დღეს. არა, ეხლაც იგივე პროფილია. ხო, რა, გადასარევია. სიყვარულს ეძღვნება. როდის მოვიდა პირველად? მე ვიყავი მე-6 კლასში, ის ხო მე-8 კლასში. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ჩვენ სკოლაში, ასევე სხვა სკოლებში. და ყველას ის უყვარდა. თავპირის მტრევა ამ გოგოზე, მაგრამ მე გაულახი ხართ მისგან. აი, მე ძალიან გადავრჩი რამოდენიმეჯერ ლაზათიან მიბეგვას, იმიტომ რომ ვიყავი მე-6 კლასელი და როგორც ბავშვს აღმიქვა, არავინ სერიოზულად არ აღმიქვა. ის თუ აღიქვავდათ სერიოზულად. აი, სხვათა შორის კი. და ეს არ მახსოვს. შარშან იყო თუ შარშანძი. წარმოდით, ახალი წელია. ამდენი წელია გასული? ამდენი წელია გასული. გამოვდივარ სუპერმარკეტიდან ჩემ შვილებთან ერთად და ის შემოდის სუპერმარკეტში თავის შვილებთან ერთად. ვერაფერი ვერ ვთქვი, თქვენ წარმოიდგინეთ. ვერც იმან ვერ თქვა ვერაფერი. იცით რა არის? ალბათ არის მომენტი, როცა რაღაცა ეპიზოდი თუ რაღაცა შენი ცხოვრების ნაწილი ძალიან ძვირფასი იყო, ოდესღაც და შემდეგ ხვდები წლების მერე ამ ადამიანს. აი გრძნობ, რომ რაც არ უნდა თქვა, ეს ყველაფერი ბანალური იქნება. ეს ყველაფერი ის არ იქნება, რაც გინდა რომ თქვა. და ამიტომ უნჯდები, აი ჩვენ ესე დაგვემართა მაგალითად უცებში. რაღაცა ესეთი დაგვემართა. თვალებით შევეკითხე როგორ ხარ? მაგდა შევედით დროზე ის ბავშვები უნდა ჩემ ბავშვები და აი ხო ხედავ. და ასე გაიარა. სევაჩვენა. მართლა ეგეთი იყო? კი.
უნდა გითხრათ, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაფერი იმის გავსი რაც იყო, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დარჩენილიყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ცხოვრების ნაწილია და არც არასოდეს გამოვიზრდება. რა განსაკა იმ პირველს? ერთხელ რომ მოდის და მე აღარ მეორდება. და ვინ გიცოთ რომ აღარ მეორდება? რომ მე არ ამგონია რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და ის მეტი აღარ არ ამგონია, იცით? რა თქმა უნდა, ყველა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად გიყვარს და რაღაცა სხვადასხვანაირად. ჩვენ ასაკში როგორ უყვართ? ჩემ ასაკში? რა ვიცი, იცით, ახლა ამ წუთში შეყვარებული არ ვარ. მე მივიდი, კომპიუტერთან მე მივიდი. კომპიუტერთან მე მივიდი. არა, ინფორმაციას ველოდი. რა ინფორმაციას ელოდები და თუ Facebook-ში ხარ. ეს დღეში ვარ ხარ და ყოველ დღე დილაშუა დღე საღამოს. არა, დაანებე თავზავები. აი როცა ხვდი ხარა, ის არ მოჩაგეცო მე რა გიქარი. უბრალოდ მე შენ რა გიქარი, შენ ის არ ჩაი სხვა რამე ჩაი. რატო? მაგრამ ძიებაში ვარ ახლა ძიება. აი როგორს ვეძებთ? უი, ეგ არ ვიცი. არა. აი ქალი როგორი უნდა იყოს რომ გადაგრიოთ? გეტყვით. პირველ რიგში უნდა აი თვალებში უნდა კონდეს რაღაცა როგორ გითხრათ, აი მარტო ეშხი კი არა, აი რაღაცა ძალიან საინტერესო უნდა იყოს მის თვალებში, რაღაც ნაპერწკალი თუ რაღაცა აი განუმეორებელი, რაც ასაკში არ ქრება. აი ისეთი უნდა იყოს რაღაცა. უნდა იყოს საინტერესო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იყოს გულწრფელი. აი მას ყველაზე მეტად ვაფასებ. უნდა კონდეს რაღაცა ისეთი განუმეორებელი, გინდაც გარეგნობაში, იმიტომ რომ გარეგნობის ხიბლი და სილმე არ ვიცი ხა ვინ დაადგინა პარამეტრები, არ ვიცი. მაგრამ აი შიგნიდან რაღაცა რომ მოდის, აი ქალისგან, რომელიც შენ თუნდაც როცა ის არის 40 წლის ასაკში. მას დაუძახებ ჩემო პატარა 40 წლის ქალს. ვერ დაიძინებ სანამ მის მუცელს არ დაადებ ხელს. უყურებ როგორ ჭამს და შენ ვერ ყლაპავ. აი ესე გაშტარებული უყურებ. და სულ გინდა რომ უყურო და სულ ახალ რაღაცას აღმოაჩენ ამ ადამიანში. და როცა არ შეიძლება რომ აი დღეში ერთხელ მაინც არ გაიხსენო და ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ ხო და უცებ გაიღე შიგნიდან გაიღიმებ უბრალოდ და აი კარგად ხარ. თქვენზე ამბობენ რომ მე ქალთანეაო. რა სისულელე. აი ეს არის მტკნარი სიცრუე, არ დაუჯერე. არა. მაგრამ ქალი მიყვარს როგორც ხელოვნების ნიმუში, ნებისმიერ ქალს მე როგორც ერთადერთ და განუმეორებელ ხელოვნების ნიმუშს და მე ვთვლი რომ ყველა ქალი არის ულამაზესი და არც ერთი არ გავს ერთმანეთს. მაგას ხვალ გავარკვევთ. შენ ვერაფერს ვერ გაარკვევ. რატო? იმიტომ რომ მოწმე ხარ და კანონით გამოძიებაში მონაწილეობის მიღება გეგრძელება. ასე რომ ვერაფერი დაგვეხმარები ქალბატონო. ისე მოწმის სტატუსით პირველად მომიძავს ყოფნა. თქვენს კოლეგას ვკითხოთ. აუცილებლად. ლელა მებურიშვილი. საღამოში თოფლის გამარჯობათ, მოგძანდით. საქმიან ვითარებაშიც ასეთია. აი, პისტოლეტები რო გიჭირავთ ხოლმე, ხელში მაშინაც ზუსტად ასეთია. ყოველთვის. საქმიან ვითარებაში დაღლილი, ახალი გაგვიწებული გადაღებაზე ახალმოსულიც ყოველთვის არის ზუსტად ესეთი. ლელა როგორია? ეს არის საოცარი ადამიანი, გადასარევი ადამიანი. მე რაც არ უნდა დავუშვათ ცუდ ხასიათზე ვიყო, ეს კი ვერ მომჩნევს.
ლელასთან ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი მავიწყდება, იმიტომ რომ ეს არის აი რასაც ქვია მართლა ერთგული მეგობარი, რომელიც თვითონ რაც არ უნდა ცუდად იყოს, რო ხედავს რომ შენ გჭირდება რაღაცა ემოციური მხარდაჭერა, რაღაც ყოველთვის გვერდზეა. ყოველთვის გვერდზეა და ყოველთვის მე ვეკითხები ლელას, აი კარგი იყო, როგორი იყო, აი ეხლა რაღაცა სწორად წავიყვანე თუ არა ის სცენა, რა ვარგო და რა არ ვარგო და თუნდაც რაღაცა მომენტებში ხო თუ რაღაცა უშოთ მაინტერესებს ცხოვრებისეული განსაკუთრებით მანდილოსთან ურთიერთობაში. აი შენ რას ფიქრობ? და ჭკუას გარეგებთ. აბა რა. მართლა მე შესაბამისად ვთვლებ რომ რითი შემიძლია. ძალიან ძლიერ ქალს თამაშობთ. მოქალაქე ლენა ერმაკოვა. თქვენ ეჭმიტანილი ხართ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენას შენახვა გასაღებაში. თქვენ გაქვთ უმილისუფლება. ადვოკატის ყოვლისუფლება. რასაც თქვენი თქმით შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული სასამართლოში. როგორი სექსუალურია ქალი რო გაპატიმრებს. პირველი სიყვარულის ამბავი მომიყევით. ჩემი მეგობრები ძალიან მიბრაზდებოდნენ, იმიტომ რომ არასდროს არ მithქვამს ვიღაცაზე იმ მომწონს. მიყვარს კი არა. აი რა კე ბიჭია. ესეც არ ვიცახ, ხა საშინელი გოგო ვიყავი, იმიტომ რომ მთელი ჩემი მეგობრები ყველ გაბრაზებული დედაჩემიც კი ამბობდა, რომ ამბავს რა ჭირსა, ძალიან დიდია და უკვე არ შეიძლება ესე რომ ძალიან დიდია რა მხელა. 22 წლის. მართლა? და არავის გითქვამთ? არავის არ მithქვამს. ვარსკვლავზეც კი ჰოლივუდის, რა რა კარგია, როგორ მომწონს. საშინელი ხასიათი მაქვს და სადღაც 22 წლის ვიყავი, როცა ვთქვი ეგ სიტყვა და იყო მახსოვს ზეიმი მთელს თბილისში, ჩემი მეგობრები უცხოეთში მიძიყვნენ, მირეკავდნენ რომ აქ ტრანსპარენტებით გამოდის ხალხი, რომ ბედნიერი დღე გაგვიცენდა რომ რა თქვით მომწონს თუ? აი მომწონს ესე არ მithქვას, მაგრამ ხმაზე და სახეზე მეტყობოდა რომ რაღაცა შეიცვალა და ეს იყო რაღაცა ახალი გრძნობა და ალბათ ახალი ლელა. და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან მიხარია რომ ის იმ ხალხისთვისაც გასახადი იყო. კარგი შეგრძნება იყო ძალიან. და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ამბავი ჩემ თავს იყო. რამდენი ხანი გავიდა? 2 წელი მეტი, მესამე. ადამიანი რომელიც გიყვარდათ გარდაიცვალა, ხო? მაპატიეთ რომ ამშევთ მას. არა. შევხეთ. მესამე დეტექტივი უნდა შემოგვიერთდეს. ლევან ჯიბღაშვილი. რაღაც უნდა გაგიმხილოთ. რაც გადის ეთერში დეტექტივები. ჩვენთან არ წყდება სატელეფონო ზარები. პატარა გოგონები, ასე 16-17 წლისები ითხოვენ თქვენს ტელეფონს. ხო. უცებ გახდით თინეიჯერი გოგონების გულთა მყრობელი. მართლა? ამიტომ გაინტერესებდა უფრო ახლოს გაეცნო მაყურებელს თქვენი თავი. როგორ შეგიყვარდათ? ბატონო დეტექტივი. როგორ შემიყვარდა და აი აბსოლუტურად მოულოდნელად და უგეგმავად. პირველად რო დავინახე, აბსოლუტურად ორივე შეიძლება ითქვას გავშეშთით და გავშრით. აი თავარი. ეგეთი რამეები ცხოვრებაში ხდება ალბათ. კი? მართლა? აბა რა? აპლოდისმენტები. თქვენ მეთქანი ძადებით გაკუნდებან? არა, როგორ გეგაფრება? როგორი ერთგულია, როგორი დიდი გზნობის მატარებელია ეს. აი მე არაფერს არ ვამბობ. არაფერს არ ვამბობ. რა უნდა თქვა? არაფერ წარმოგიდგენთ. არა, პროვოკაციას. არა, უკვე პროვოკაციას უპატიოსნესი ადამიანია და მართლა ის ოჯახის მუჭუჭი. აბა. თუმცა სერიალში არსებობს ქალი, რომელიც გიყვართ. ის გოგო ვინ იყო? ვინ გოგო? აი ისა უზე რომ ელაპარაკებოდი. ჩემი და სოფო. რატომ მეკითხები? არა, თემა შევცვალე უბრალოდ. მარტო ამიტომ? თან მართლა მაინტერესებდა ვინ იყო. სამსახურში მორჩი, სახში გაგეყო. მორჩი. სულ მაინტერესებს მოხდება თქვენ შორის რამე თუ არა? უნდა ველოდოთ გაღრმავებას ურთიერთობის სერიალში. არ ვიცი, ნახოთ. ნახოთ. საბადო დაღალა. რეალურ ცხოვრებაში რა ხდება აი აქ? არაფერი. საერთოდ არაფერი. მართლა? პირველად როდის გიყვარდათ?
იცით რა არის გულახდილად რო გითხრათ არ მოყარები არ მithქვამს რომ მიყვარს თქო ანუ არასოდეს არა რას ამბობთ ხო არა ანუ ბავშვობის სიყვარული და რაღაც ესე კი ყოფილა მაგრამ არასერიოზულად შემიხედავს ანუ როგორც ბავშვი ისე უყურებ ხო და რაც წამოვიზარდა იმის მერე ეს ნამდვილი სიყვარული არ მქონია რამდენი წლის ხარ სალომე 20 წლის ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ხო არის ამიტომ არ ჩქარ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ ალბათ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხართ ამას გრძნობთ ალბათ ხო და სერიალის მერე ეს ალბათ გაათმაგდა კიდევაც კი მომიყევით რა დეტექტივების მერე გითხრათ რომ ეხა მიხაკები გაათმაგდა და ვარდები მეტი მოდის ეგრე არ არის მაშინ გაათმაგდა უბრალოდ მე გაათმაგდეს ბიჭებო ანუ მანამდე ყოფილა თაიგულიც აჩუქარიც ფეიერვერკიც ყოფილა გულებიც ყოფილა დანთებული სახლის წინ და ასე შემდეგ ეს ყველა გოგონის ცხოვრებაში არის გადასაღებ მოვიდოდეთ, იმიტომ რომ აცოცხლებთ რეალურ საქმეებს. ჩვენ ნახეთ ყველა რუსთაველი მანიაკის საქმე ძალიან მძიმე, ძალიან საინტერესო ორი უგამახსენებთ. ეს არის ყრთული ამ ყველაფრის თამაში, როცა მანიაკი გიტაცებთ და იქ მან რაღაც საშინელებები ხდება. იმის თამაში უფრო რთული იყო ჩემთვის თავიდან, რომ აი იმ რაღაც სტანდარტებში უნდა ჩამჯდარიყავი, ისე არ უნდა მელაპარაკავ თქვათ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაღაცები, მანერები, ყველაფერი მეტყველება უნდა შემეცვალა. რაღაც ცივი გოგო უნდა ყოფილი, ვიდრე მაქსენის თამაში არის. როცა თქვენი ოჯახის წარები უყურებდნენ ამ სცენას? მე არ ვიყავი სახში და დამირეკეს და ბებია ტიროდა მაგალითად. სათხარ სიბნელეში ხომ არ ხარ? ნუ მეგობრებიც ძალიან ზოგს მართლა შეეშინა. და ჩემს და ჩემო პატარა დამაც იტირა შემო. ხო, ანუ იტირეს, მართლა ძალიან ბევრმა ადამიანმა იტირა. აი ხომ მოხდა რა. არა პატარა სადმე იყო სამსახურში. ვიცი რომ გვიანია რა ვქნა მე. სისულელას ლაპარაკობ შეგიხო. არ გატყვერგები. არასდროს არ ვეჭვიანობ, იმიტომ რომ სულ ვიცი ჩემი მეუღლე. სად არის, როგორ არის, რასაკეთებს და ამ 23 წლის მანძილზე ერთი თბილი არ გამიგია მე. მე ეჭვიანი ვარ. მაიკო, ჩაი მინჩენია. მაიკოს გასაცნობად არ დამჭირებია ძალიან დიდი ძალისხმევა. იმიტომ რომ მაიკო იყო ჩემი დის მეგობარი, ასე ვთქვი, ჩემთან სახლში მოვიდა. მალევე გადავწყვიტეთ საქორწინება. გადავწყვიტე რომ გარუნა მოდიოდეს ხოლმე ჩემთან სახლში, რათა მე იყოს ხოლმე. ძალიან კარგი ქმარია. ჩემი შვილები, ტყუპები. სპეციალური მომზადება გაიარეთ. სანამ დაიწყებოდა გადაღებები. დაახლოებით ერთი თვის მანძილზე დავდიოდით პოლიციის აკადემიაში. გავდიოდით სხვადასხვა დისციპლინაში მომზადებას, რომ უბრალოდ ახლა რო არ შეგთხოვოდა, რომ იარაღთან პირველად გვაქვს ურთიერთობა, დაუშვათ რაღაცა სპეციფიური ტექსტი, დაკავება, ოთახის დათვალიერება, თუნდაც ეს დანაშაულის ადგილის დათვალიერება, სხვადასხვა დამნაშავის დაკითხვა, იმიტომ რომ ყველა სახის დამნაშავის ცოტა ხნით იქეცით თქვენს პერსონაჟებად, შეგიძლიათ ექსპრომტად, სულ ცოტა ხნით დაისეთები გახდით. ბატონო ზურა, თმის ღერი გადაგზავნილია დნმ-ის დასადგენად და ტყვიაც გაგზავნილია ბალისტიკურ ანალიზზე. პასუხები როდის იქნება? პასუხები როდის იქნება? სავარაუდოდ 1-2 დღეში ალბათ. სავარაუდოდ? ბრავო! ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან და სულს
კუთხით დაგვანახეთ ძალიან პრაგმატული ხალხი ამ ქვეყანაზე. ჩემი აზრით. მოდით, თუ ცოტა ხნით შევისვენოთ. რეკლამის შემდეგ ძალიან გვინდა რომ ისევ ჩვენთან ერთად იყოთ. იცით, თქვენ უნიკალური მუსიკის თანაზიერი გახდებით. გიორგი სუხიტაშვილის ახალი ყველაზე სახალხო ალბომი. გელოდებით. წითელ ბერანგა პატარა ბიჭი და მე გარგა წითელ ბერანგა ანავლილი ანჩავლილი ხომ არ გინახა ანავლილი ანჩავლილი ხომ არ გინახა შავთვალებას თეთრ ქოშებში ხომ არ ანახავდი შავთვალებას თეთრ ქოშებში ხომ არ ანახავდი ისე გამო მე მშვიდობა არ თქვა ნახავდი ისე გამო მე მშვიდობა არ თქვა ნახავდი სამედი წლის შეირანო ფრთები გაშალე სამედი წლის შეირანო ფრთები გაშალე გადმოფინდი ჩემს საფლავზე ცრემლი დაღვარე გადმოფინდი ჩემს საფლავზე ცრემლი დაღვარე და მე კარგად ცელო პერანგა პატარა ბიჭი და მე კარგად ცელო პერანგა ანავლილი ანჩავლილი ხომ არ გინახა
ანშავლილი ანავლილი ანშავლილი ხომალგი მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ გიორგი სუხიტაშვილის ახალი ყველასგან განსხვავებული ალბომი. გიორგი, ყველაფერი რაც ჩვენ ახლა მოვისმენთ არის ჯეოსტარის შედეგი. ეს არის ალბომი, რომელიც ჩვენ მიიღო პრიზად მას შემდეგ, რაც გახდი ჯეო ვარსკვლავი. რამდენი ხანი მზადდებოდა ეს ალბომი? ეს დაახლოებით ჩაიწერა ჩემი გამარჯვებიდან წელიწად ნახევრის შემდეგ. პროექტის ავტორი მარინა ბერიძე. საღამოშიდების სათავე მარინა. თავის დროზე თქვენ მითხარით, რომ ამ მუსიკას მიწის სურნელი ასთისო. რატო? იმიტომ რომ გიორგი მღერის, იმიტომ რომ არის ძალიან ქართული, იმიტომ რომ არის სახალხო. ის რომ სუხიტა ამას მოერეოდა, იმიტომ რომ ქართლია, იმიტომ რომ კარალეთია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, აი სუნი მოდის ამის, იმიტომ რომ არსებობდა დათო მალაზონია, იმიტომ რომ ესეთი მუსიკოსები არსებობდნენ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ყველა, სხვანაირად პროექტი არ გამოდის. გადავით, მინდა გთხოვოთ მოგბრძანდეთ, ჩვენთან სულ ცოტა ხნით თუ შეიძლება. შეიძლება სახალხო მუსიკა იყოს ელიტური და როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს. ეს სიმღერები ჩვენ ვიცით ყველა, მაგრამ ასე დახვეწილად ალბათ არასდროს მოგვისმენია. ეს სავიზიტო ბარათი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ. ჩვენი შეხვედრა მოხდა პირველად პროექტში მიმღერე რამე რუსთავის იქ გავიცანე გიორგიც და ყველა პლანიდან გავიცანე ასე ვქარს რამდენიმე თუ მოგვიწია ეს მუშაობა და ძალიან მომწონს მისი გახსნილობა, იმპროვიზაციის მონარი და მოულოდნელობის მომენტი. რას ნიშნავს მოულოდნელობა? აი იცით რა არის ზოგი მოგვარელი წინასწარიც უკვე სანაპიროს ღაზებს რას იმერებს გიორგისენის არხტიპა არასდროს. შემოაყოლთის ინტრიგა მსმენელისთვის და არაძლევს მსმენელს საშუალებას რომ სავარძელში მშვიდად ჩაჯდეს, არამედ აქტიურ პოზიციაში იყოს. გიორგი, კარგი თქოს რა ქვია ალბომს? ესეც ძალიან დიდი განსჯის საგანი იყო და ეგეც ისტორია პატარა. მთელი ჯგუფი იყო ჩართული, რუსთავის მუსიკალური რედაქცია, ქალბატონი მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით და იყო რამდენიმე ვერსია, მაგრამ ერთ დღეს ტელეფონზე არ ჩნდებოდა. სუხით. მანქანაში ვზივართ მე და ლანა. არ მაინტერესებს რას ფიქრობ. ალბომს ქვია მისმინე მე. უსმინეთ სუხიტას.
ძალიან გაგვეხარდება თუ შემდეგ კვირასაც ისევე დაგველოდებით როგორც ჩვენ ველოდებით ხოლმე თქვენთან შეხვედრას. 5 შაბათიდან 5 შაბათამდე.